დღეს Prime House-ში ნახავთ. ყველა მონაწილეს დედას თქვენ მიიღებთ. ხოდა მაგას ვეიძახი გოგო 12 ვესახსენებს. თავი დამალელებად. გამი აუცილებლად გამზე დაждდება. ამის დასასრული ეს არის. რას? დაიმე ჩემი თეო. ჩემს გამო არ მინდა რომ წარიკიდო გიორგის და მაგას გულისხმობ თუ რა? ანუ ვერ გავიგე. არ წავიკიდო რას ნიშნავს? არ მაინტერესებს ნახე გითხრათ რა პრობლემა აქვს. 2 წლის ბავშვი არა ვარ, ხა არ მაყვიროთ არ. მე არ მჯერ ამ ურთიერთობის. შოუს გამოვაკეთებ ხო შენ ეგ არ? რა ხდება? ეგ მოუგარე? ო, აქიდა. და რატო წაიკიდე? თვალი გამეცა. რას გეთ თვალი გაგეცა? იზი. არ დაგივიწყებ. შეიძლება რომ მომავალ კვირას დამასახელო. იამბობენ კარმა თუ რა მარაზმში ხარ? ვარ ამ კვირის აუთსაიდერი. პრივილეგიები აქვს მეფეს პრინც. მე რასაც ვეთქვი, იმას გაკეთებ. Prime House-ში მორიგი დილა გათენდა, ცოტათი მოღრუბლული, მაგრამ მე ხომ მზე ვარ, მე ხო ანათებ ერთი მზეც ყოფნის აკაურობას. გუშინ იყო სასწაული საღამო, პირველი იმიტომ რომ სასწაულად საინტერესო დასახელება იყო და მიხარია რომ ლიზი აუთსაიდერებში არ დგას. ყველაზე მაგარი ის იყო საბოლოო ჯამში, რომ მერე გადაწყდა, ერთად დამსხდარიყავი დაგველი ალკოჰოლი. რაც იშვიათად ხდება დასახელების შემდეგ. ყველანი ერთად შემეკრიბა ერთ მაგიდასთან დასახელებულები, ორ გუნდად გაყოფილები იქითა სახლი, აქეთა სახლი და მე შუაში რაღაცა მშვიდობის ტრედი. ბოლოს დაგვირგვინდა იმით, რომ მე და ანამ ვაკოცეთ ერთმანეთს. არ ვიცი რითი გაგრძელდება, რითი გამეთარდება ეს ყოველივე, მაგრამ მაინც ანი ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი პირველ რიგში მეგობარი. რა მახშობელად ჯინსები ჩაგიწვია, ცხოვრება ჯინსი არ ჩაგიწვია. გუშინ მქონდა უმაგრესი საღამო, ჯერ დავიწყეთ ბალკონზე. შევიკრიბეთ ბავშვები ერთად. მე არ გვეყო, სანამ გიო არ არის, ჩვენ კოცნაზეც მოგიყვები. ესე იგი, გუშინ მე გიოს ვაკოცე. და ასე შემდეგ. ხოდა დღეს დილით ჩაივსო. გიო ისევ აქ არის. რა გვაპირებ ფინალამდე ყოფნა და გამარჯვებას. არა, ხო. აქცევს. მე წინასწარ არაფერს ვფიქრობ, მაგრამ რაც იქნება, იქნება. ეხლა წინ არ დამჯე, პირში არ დამწო ყურება, გავთარავ დაჯექი. გუშინდელი კოცნის შემდეგ გიო რაღაც სივა ჩემხვდა. მაგრამ მე არ უნანო მთელი ღამე ღრუბლებში დავფრინავდი. ბიჭო მაშენს მეტი ჯერ არავინ ვარებია. იმედია გიოც არ ნანობს, მე არ ვნანო. ისეც კარგი იქნება და ესეც მთავარია რომ მოხდა. ავტობატონო. ბიჭო. ადე. მაცადე სულახანა ჩამო. ბინ ლადენის დამოვიდა. ესე თქვა.
ავტობატონი თუ არ ადგებაო? ბომბს აუფეთქებო. მამა ჩემო დამირეკანი მენ ავტო გამიღვიძე. უნდა გაგაღვიძო კარგად და მე გავალ. ეხა შენ რო მეუნები ავდგებიო? ვიცი რო არ ადგები. აი ჩამოვალ მეთქი და მაცადე ეხა ცოტა ხანი. რა დამაბერებს შენ შემყურეს რა დამაბერებს კელაფთარი გოგო შენთვის მინდა მიცოდა კალაკელების ეშხი მათერობს და მამაღერებს ჩემო სეკოდილო შენთვის ცოცხლობ შენთვის ვიცოცხლებ თუ რაღაც ტარაირა ადე შენ წოლა გიხდება მაგრამ ადგომ უფრო გიხდება გიტარაკებენ გიჩმახებენ შოპბელ ზაღლები და გიხურავს დინი კუდი და გიჭერია პაპოკა მინისტრი შენ ვერ გამოხვალ მამე შენ მა ია პატატარაირა დაირაირაირო ია პატატა აი ერთი გრადუსით აწეთავი აპწინე თავი არტო თავი დილამ შვიდობის ძაღლიანი ამის კიდე კაია მაიცა ეხა ცოტა ხანი გაჩერებული ვარ ზებრაზე გადადი ქალო დროზე გადადი კაცო რა ზებრა იმიტომ კი არ უნდა გაჩერდი ამ დაიხან ეს ცუდი გზა თუ რა დიღობში აპონდი მუსიკა ჩაგვირთე რა თუ შეიძლება მუსიკა ჩაგვირთეთ ქალბატონო პაჩებნიკები დაგდავენ როგორც ძაღლები გიტარაკებენ გიჩმახებენ შობელ ძაღლები მარჯვნივ დაგიხურავს დენიკუდი დაგიჭერია პაპოკა მინისტრი შენ ვერ გამოხოლოდ დიშენის თქვენაც ჩამბრძანდები თუ მე გაგახსენო მაგჭობდი მოდი დავიდა და ის გოგო რა უმაღლეს ხასიათია მოსახდენი რომ მოხდება ამ ახალი რძლის ქოშებს არნის ვაჭუ გოგოს როგორ უნდა და ზემოთ ამასული მე ჩემთვის ცხოვრობ ცალკე მე ცალკე აურა მაქვს ცალკე სიმშვიდე მაქვს ანი ბატონო როგორი კოცნა იცის გიორგი იდეალური მართლა ყველაზე მაგარი რა იყო იცი პირველად ხო მოხდა და მაკოცა და უაკოცა და მე კამერა რო შემოვიდა და მეთქი ეგარი მეთქი მეორედ ხო და მე ვფიქრობ რომ ხშირად უნდა შემოვიდეს ხინკალი და სასმელი თუ ხშირად უნდა ილო ანა მიხელი რატკენი მაგრამ ხო და რა გინდა იმიტომ ვტკივა გაჩერდი მერე ავტოსთანმა კითხვა ავტომ თქვა ესეთი რაღაც რომ თუმე ამ შოუშიო რეიტინგს მე ვდეფო და საერთოდ ჩემზე დგას ეს პროექტიო ის თქვა გუშინ მე უნდა ვიყო მეორე გიორგიო ეგეც უთქვამს და მეორე გიორგი არ არსებობს ამ ქვეყანაში გიორგი არის ერთი მადლობა უთხრათ ავტოს რომ ჩვენ ყველა თურმე მის ხარჯზე ყოფილოთ ამ პროექტში ძალიან დიდი მადლობა მადლობა რომ შემოხვედი ავტონდილ და მადლობა რომ გააცანი ჩემი თავი ხალხს მადლობა რომ მიიცი ამ შოუს რეიტინგი მადლობა რომ გიორგი არაფერშუაში იყო დიდი მადლობა რომ გიორგი ნაზღაიძე გამხადა მოდი ავტო აი ავტოც მოდის ავტოს კითხოთ პირადად მე რა ის ჭორაობაში არ გამოვიდეს ავტო შენ გიცქვამს რომ შენ აკეთებ თურმე ამ შოუში რეიტინგზე ზოგადად ეს შოუ შენზე შენ არ ფიქრობ რომ მე რეიტინგს ვაკეთებ ამ შოუში შენი აზრით ვინ უფრო დიდ რეიტინგს აკეთებს შენ პატრიკი როიალი თუ მე მაგაზე ვიდავებთ მაგრამ ზოგადად რეიტინგს ვაკეთებთ შენი აზრით ვინ არის ყველაზე ისეთი სიმართლე გითხრა ამ პირველი ერთი თუ შენ იყავი უდაოდ ყველაზე რეიტინგული მაგრამ ამ ბოლო დღეებს თუ გადავხედავთ უფრო აქტიური მე ვარ ამ ბოლო დღეებში აქტიური რა ჩხუბში ჩხუბში არა ეხლა ეს თეონას თემაც უფრო აქტუალურია და ამ ბოლო დღეებში მგონია რომ შენ უფრო წყნარად ხარ და იმდენად არ ჩემხარ რომ რამდენადაც მე ეს გონია ეგრე მგონია ბოლო დღეებში შენ იცი რომ შეიძლება ერთი წუთი გამოჩენა უფრო ყველაზე დიდი რეიტინგი იყოს ვიდრე ხო და მე ვამბობ ამ ბოლო დღეებში შენ ხარ ცოტა მოდუნებული არა მე ეგრე მგონია
და ის როგორ არის ამბავი? მილიარდი უნდა დავწერო ხმის ისე. მილიარდი კი არა, მილიარდ 700,000 უნდა. ნაზღაიძის რეკორდი უნდა მოხსნაო. იმენა ყველა ეხა თუ არა ბიჭო, აი მინდა რა, სურვილი მაქვს რა. და კიდე გიცქვამს რომ მეორე ისევ, მე უნდა გავხდო. მე უნდა გავხდე ნაზღაიძე რომ ანუ აღარ დავაყენო რა აუთსაიდერებში იმის შიშით რომ ანუ მაინც შემოვაო აი ეგ თქვი ხო. შენ ახლა აი ამ კვირაში როგორ ადამიანებთან გახარ? ძლიერები არიან თუ სუსტი მოთამაშე? არა, ორივე არის ძლიერი. ანუ შედარებით ხა სალომე ჩემი აზრით ხალხის მხრივ უფრო ძლიერი არის, იმიტომ რომ არის ინფლუენსერი, ყავს ხალხი, ყავს შეყვარებული. TikTokeri. კი, მაგრამ მე შეყვარებული შენ რადგან შეყვარებული ქმარი ყავს, რომელიც არის იუთუბერი. ქეთისაც შეეხება, აი არ ვიცი რა. ქეთი ძალიან ძლიერი მონაწილეა, როგორც მონაწილე, მაგრამ ვინ გახდება შენი აზრით SMS ლიდერი? არ ვიცი. ხო, მას შეხო ითხოვე გიორგი ნაზღაიძე უნდა გავხდე. ხმებზე ვამბობ, მე კი არ მინდა გიორგი გავხდე. მოგესალმებით, მე ვარ ნუცა თოფურია, მომღერალი, დღეს მოვედი სტუმრად ჩვენს მონაწილეებთან, ძალიან მიხარია. ახლა შევალ კარგად გავიცნობ მათ. ვაი მოგესალმებით, მეგობრებო. მე ვარ ნუცა თოფურია, მომღერალი. ძალიან მიხარია. მიხარია თქვენთან რომ მოვედი სტუმრად. ულამაზესი გოგო მოვიდა. აი ულამაზეს უზაყარეს უკარგესი. და თემა არის რაც ნუცას შეეფერება სიყვარული. love. მეტი რა სალაპარაკო არის ამ პრაიმ ჰაუსში მარტო სიყვარული, აუთსაიდერი, სიყვარული, აუთსაიდერი, ჩხუბი, სიყვარული, აუთსაიდერი, ჩხუბი. რა უცნაური ყოფილა ეხლა რო გიყურებთ აქ მოსვლა. მინდა რომ მომიყვეთ გუშინ საოცარი ამბები მომხდარა. პირველ რიგში გილოცავ, უდიდეს ბედნიერებას გისურვებ. კიდე სხვა ბევრი საინტერესო რაღაცებიც მოხდა, ხო? არ მოხდა? გუშინ? არა? რაჩნია პატიკო, შენ მომიყავი, აბა გუშინ რეები მოხდა. ვითომ საერთოდ სხვა თემაზე, ვითომ სამღერლად მოვიდა და სიყვარული გიყვარს, მოგწონს, აკოცე, თან ისე. გუშინ გქონდა აქ ნადიმი რა, ესე და გარეთ გავშალოთ ესეთი გალავახშამი. მაგარი თვალები ვიყავით. და მე ხო იცი ჩემი ჩვევა რა არის რო ვთვრები. რომ ვინმეს თუ ვერ უბედავს რამეს, ან ვინმეს თუ რაღაცა, მე ხოით მიყვარს. იარაღებით რომ ადგენ. ხო და აი ჩვენი პრინცესამ და ჩვენმა პრინცმა ერთმანეთს ეამბორეს. მე ხო ვამბობდი, ძალიან ბევრი სიყვარულის ფლუიდი დაფრინავს მეთქი და ესე სახეში მელაწუნებიან მეთქი და აგერ ეხა უყურე. ავთო და თეო იქ ეგლასუდებიან ერთმანეთს. კახიმ სალომეს ხელით ხოვა. გუშინ ანამ და გიორგიმ დალოკეს ერთმანეთში. მე ძალიან თვალე ვიყავი გუშინ. დღეს ჟურნალისტმა რომ ხრაც მახსოვდა ისეთი თვალე. რა მოხდა? აი გუშინ იძახდი მე იმდენი შემილიაო აბა. ხო მაგრამ ხო და საბოლოო ჯამში არა მარტო დილით აღარს დილით ისე სუდად ვიყავი მეგონა რომ 9 კაცი მეჯი და ზურგზე ისე ძიმეთ ვიყავი. ანი არის ჩუმად. ძალიან ჩუმად. მე გასწორებულში ვარ. ან ისე კითხებიან რა გიყვარს. თან არ უნდა რომ გიორგი თქვას, იმიტომ რომ ძალიან უკვე და გიორგი სალაპარაკოს, მაგრამ გიორგი გიორგი მოგწონს? მომწონს. ძალიან. ძალიან. და გიორგის? გიორგი თავისთვის ინახავს ხოლმე თავის ამბებს ზოგადად. გიორგი არის გამოცდილი ადამიანი, ხვდებით? კარგი არის, როცა არ გამოხატავ ბევრ ემოციებს. პრაიმ ჰაუსში შედგა პირველი კოცნა. მე სხვათა შორის სხვა წვილის კოცნას უფრო ველოდი პირველად, ხო? მაგრამ ნუ ამათ არც არის ესენი TikTok-ში არიან ჯერ. როცა მომინდება და თეოსაც როცა მოუნდება, მაშინ ვაკოცებთ ერთმანეთს და მეგონი ავთომ რომ დაინახო კოცნა. თეონა, ამოდი! რა ხდება, გითხარი? რა ხდება და ვცდილობთ რომ მივიდეთ ბოლო-ბოლო იმ კონდიციამდე რომ ვთქვათ რომ ერთად ვართ. დავაი თეო.
ესე უკვე ერთად ხარ? ხო ნელ-ნელა მივიდივართ. თქვენ მიყვართ, მაგამდე ან ერთი წავა სახში. ბოდიში ეხა ჩვენ ერთ კვირაში ვერ ვაწყობ და ვერ ვალაგებ ურთიერთობას. თეო? თეო არა. თეო არის რეპეტიციაზე და ანუ ხო რა როგორც ხდება ადამიანები წვილები როგორც წვილებს ხო ჭირდება დრო რომ მიხვდნენ უნდათ არ უნდათ შეულებრივად ვითარდება ჩვენი ურთიერთობა. სიმართლე გითხრათ მე არ მჯერა ამ ურთიერთობის. ორივე მგონია რომ პროექტისთვის აკეთებს ამას. გიორგის რისი ჯერა და რისი არ ჯერა ეგ გიორგის საქმე არის. რისი უნდა იმის ჯეროდეს და რისი უნდა იმის არ ჯეროდეს. იქიდან გამომდინარე რომ ასაკით დიდი ვარ და იქიდან გამომდინარე რომ არ მაქვს პატარა გამოცდილება სასიყვარულო ურთიერთობებში ამ ურთიერთობას რო უყურებ მგონია რომ ეს არის თავიდან ბოლომდე PR-ისთვის და პროექტისთვის შექმნილი ურთიერთობა. მე წინაზეც გითხარი და ანუ არ მომწონს რაღაც შეფასებების გაკეთება, მით უმეტეს იმ ურთიერთობაზე, რომელიც მე და თეოს გვაქვს, არავისგან, შენი უფლება არა, შენი უფლება არის კი, შეფასება რა ხა. შენ შეიძლება რაღაცა არ მოგწონდეს, ოკეი, ავტო, მაგრამ ეხა ესე არ არის, შენ რასაც იდახი ხა. შენ ჩვენ არ მომწონს მე და არ თქვათ, არის ჩვენი აზრი. ანუ ხო, კორექტულად შეურაცხყოფელი არაფერი. ანუ როდესაც ანუ კი რო არა, ეს შეურაცხყოფელი არაფერი არა, უბრალოდ არაბუნებრივი ეგეთი აზრი რო უჩნდება ადამიანს არაბუნებრივი არ მithქვავს, არ მჯერა თქვენი ურთიერთობის თქვა. ეს არის უბრალოდ ჩემი აზრი და მგონია რომ აზრებს უნდა ვცეთ პატივი. მეტი არ აქვს საწყენი არაფერი არ არის. არ მჯერა რა გავაკეთო. თორე მაგას კი არ ვიდახე, ანუ რაღაც არაბუნებრივი და უბრალოდ არ შოუს გამოვაკეთებთო შენ ეგ თქვა. არ მithქვი. ესე მგონია მე. შოუს მაშინ მე გეტყვი რომ შოუს გამო ეს არ ხდება. ოკეი, არა, ეგ სხვა რაღაცა, მე ესე მგონია. მე სხვანაირად ვერ წავალ სანამ არ გამღერებ. მოხვედი რაღაცა ჩორტები ჩააგდე აწი აქ ხე გამღერებ. არა, თამაში გვაქვს. დიახ. აი, შეხო მიმღერებ. მეც გიმღერებ თავს. თამაში გვაქვს. თამაში. თუ შეიძლება ეს კამები უნდა დავდგათ ერთმანეთის პირისპირ. მოგეხმარები. აი. გიორგი და ანის ვთხოვთ. 10 წამში უნდა უყურო ანის და პირველი სიმღერა რომელიც გაგახსენდება უნდა იმღერო, წაიმღერო. ალალ მე, ალალ შენ, ალალ ბედად დავალ, სადაც შენ იკაცმე. ერთად ამას ღერით სულ ჩვენ. რამეს რომანტიული გემღერა როგორც აი ხო. მომანა თესავდიანი შენ თალბი. მე წინა გიორგიმ რამე რომანტიული რო არ მიმღერა მე. ანი ბიჭო მე შენს მეტი ჯერ არავინ ყარებია შვენიერი ანი კი არ მოიგონა მართლა ეგ სიმღერა მოვიდა თავში მაგდაბაში დროს კი არ სულ ეს გიორგის რო ხედავს შენზე მეტი არავინ ყარებია სანსაცია მოno იყო ეს ყოველივე ანი როგორ არის გული დაგოთა ეს აი პატრიქს და ლიზას ვთხოვს კალთან. მოდი ლიზამ დაიწყოს. პატრიკის დანახვაზე პირდაპირ ბიონსე მახსენდება. რომელი კონკრეტულად Diva. Na Diva is the female version of a hustler. Na Diva is the female version of a hustler. მე ხო ლიზას საწოლის მეგობარი გავხდი. აქედან გამომდინარე ვუმღერებ მოვალ ღამესის მარში მოვალ ტყეთა შრიალში მოვალ როგიმღერებ ჩემი სიმარტოვე მერე მოვალ ყველა ღიმილში მოვა და სიმძიმილში მოვა და გიმღერე დაიწყოს მე არ ვიცი ჯერ დროზე ჩქარა მიკროდა დრო არაფერზე ფიქრობდა ფიქრი რა დუნდა დროს როცა უნდა თოს რატომ? იმიტომ რომ ერთადერთი ქართული სიმღერა მგონი რომელიც როიალ ვაიჩის და სუამას ღერის. გასაგებია. აი, ეხლა შენ რადო იზი. ბიჭი წოლოგი. აი, არც უხედა ნამუსი. ჩემოძი სინათელა მე რიმექსში ვტარ. ნელა ჰერი შენი საღარი მე
მე არ მყავს მეწყვილე. მე ვთხოვ ავთოს რომ დამიჯდეს პირისპირ. ავთენდილი ესაუნება ეს თუმარს როგორც იცის ხოლმე აი დაინგრა ბიჭი 10 წამი უნდა მიყურო და პირველად რაც გაგახსენებთ დაიცა ვერ უყურებ თავებში ის ლამაზი გოგო არის ამბილი არ არის ხო რა თავებში შეხედო 10 წამი ლექსი რო იყოს არ ლექსი აი ესე იგი მის ასწრებს მიტან ლავაზა რას ვაიმე ჩემი თეო ვაიმე პირველი ეგ გავახსენდა ზღვისფერი ეგ თვალები და თავად გავხარ ზღვას ეს ფრაზე გავახსენდა სტუმრად ვინც მოდის ჩვენ პროექტში ყველას ავთო ეფლირტავება ყველას ხო ნუც არის ძალიან პოზიტიური საყვარელი და თბილი გოგო ეს ლექსი ისე იყო წაკითხული რომ მე მგონია რომ ავთოს აი ჩვენი სტუმარი მოეწონა ძალიან მე თუ უყურებ ძალიან თეო და ანგრევს იქიდან ყველაფერს თეო არის ურუსკესის რეპეტიციაზე ია რუსკარონება მოისა რა რეპეტიცია არის ნერვიულო თეო ნუცა ის არ არის რასაც ჩემ ფიქრობ run after run ეხლა მე პატარა ხარ პატარა აბა რა არის სიყვარულმა ხელის კულზე გატარა გაიზდები აბარა ჩემო პატარა აუცილებლად გავიზრდები აბა რა ეხლა ჩვენ იმიტომ გეთამაშებით რომ შენ უნდა გვიმღერო მინდა რომ რა სხვა სტუმრად რა გამოტივებია რომელი სიმღერა ნუცად კიდე ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა არის მოვალ აუცილებლად პატიკოსთან ერთად მომიმღერო ისეც მე თანახმად მოდი ახალი ალბომი და ყველა უნდა ამყვეს ის ახარა მოვალ და კინთებალე მოგელანდები ცრემლით აგიფსებს თვალებს ჩუმი დარდები წავალმერე დაიგულთან მომკლავს სიარა რომ სხვის იყამუდა ჩემი კი არა ყველა ერთად მოვალ ღამესის მარში მოვალ ტყეთა შრიალში მოვალ და გიმღერე ვინ ლამაზია როგორ კარგად ვერის როგორ მყარულია როგორ დაგწინის თეოლეო მამაზი, ნიჭიერი, მხიარული, ჭკვიანი, ენერგიული, პითონი, აი პატექმან და ყველაფერი ერთად იყავი შენა. მადლობა. ახლა გაგაცილო. გამარჯობა. ეს ვინმე? ეს ავთომ ჩაიდინათ. დაბრუნდი სახლში და რატომღაც ყველამ დაიწყო იმის თქმა ჩემთვის, რომ ავთანდილისთვის პასუხი უნდა მომეთხოვა. პირით გითხრას. ახლა შენს ახსნა განმარტებად. რასთან დაკავშირებით? ცოტა დაგეგვიანა დარჩებოდი მარტოსულად. საერთოდ რა ხდება აზე არ ვარ და უნდა გავარკვიო ჯერ რაშია საქმე. აბა რა ხდებაო რაო? თან მე ვთქვი რომ თქვენ ურთიერთობთ ჯერ ხო გიორგის რა უთქვას კაიგე? არ ჯერა რა მე რა ვიცი რა ვიცი თეო შენი პირით მომიტევი რა მოხდა წარმოგვინა აქვს მართლა რა უნდა მოხდარიყო აი შენას ფიქრობა შეიძლება მოხდარიყო არ ვიყავი აქ და იმიტომ გიკითხები რა მოხდა არაფერი ანი რა მოხდა ისეთი სტუმარი არც ერთი ლოიმი შეიძლება და შეშლოდა მაგრამ არ შეშლია არც ერთი გადაცემისთვის ნორმალური არაფერი გოგოს უთხრა ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გახარ ზღვას მეთქი და საერთოდ არ მწყენია თეოს ეწყინა ეს ამბავი მაგრამ ესე გააკეთა ვითომ არ წენია ხა თუ ეპრანჭებოდა გაეპრანჭოს ხა რა ვიყო მეც გავეპრანჭები ხობს არიან აქ გასაპრანჭი ადამიანები და რა მე თეო ეჭვენებს და მე
თეო ეჭვიანი არ არის, არაფერზე არ ეჭვიანებს მეთქი. Хорошо, მეთქი. ეგეც თქვა. თეო საეჭვიანი საქმე ყოველთვის ექნება. ჩემს გვერდით რომელი გოგოც იქნება, იმას აუცილებლად სულ ექნება საეჭვიანი საქმე. ავთო, ამ შემთხვევაში იმედები უნდა გაგიცრუო, იმიტომ რომ მე თუ საეჭვიანოდ გამიხდა ვინმესთან საქმე, ეგეთი ადამიანი ჩემს გვერდით არ იქნება ეს. ერთ რაღაცას მოხდა, ჩემ ოთახში ვერ გადმოდიხარ თეო. სატესტო ჩემთან ოთახში გადასვლა იყო გუშინ ღამით. რატო? ვარ. რატო? ვერ დავიძინე გუშინ ვერც ერთი წამით. არ გადმოვალ რა პრობლემაა. თამთა ეს ცოტა ხრი მოხვალ ხარ თემა რომ მთელი ღამე ვერ მოვისმენე, ვერ დავიძინე და რაღაც მომენტში დისკომფორტი შემექმნა და აქედან გამომდინარე ჯობია თემანა თავის ოთახში იწვოს და მე ჩემ ოთახში. არ არის პრობლემა კაცო, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს ჩემო თავზე, ჩემგან არ ყოფილა. მას მისი სურვილი იყო და როგორც უნდა და ისე გადაუნდა. ვიდა დავები, არ მართლა ვერ მოვისმენე, სვეჩი აი მთელი ღამე მეღვიძებოდა. რატო არ ვიცი. შეიძლება თემანას ბრალი სულ არ იყო, მაგრამ ანუ არ მეძინა კარგად, აქამდე უფრო კარგად მეძინა, როცა ოთახში მარტო ვიყავი და ავთო, კი იძახით, ვითომ თეონა მოსწონს, მაგრამ თავის კომფორტს მაინც არ თმობს. მეც. ხო და არ გვინდა ერთად არ გვინდა. სვეჩი ან სულ შენ ოთახში ვიქნები, ან შენ იყავი ჩემ ოთახში, ღამე არა. ღამე არა. არ მაინტერესებს იმართლე გითხრათ რა პრობლემა აქვს. ეხლა მგონია რომ დიდი კოალიცია არის. დიდი არა, მაგრამ პატარა კოალიცია. ეს აქეთაში ხარ შენ და იქითაში იქით არიან. შეიძლება. ან კოალიცია რა, ეხლა ჰაუსები რო დაეხა, აბა წყის, მაო ჩვენ ყველა ჩვენი სახლიდან რომ მიდის და რა რატო არ უნდა დავი. ის იმიტომ არასწორ გათვლებს აკეთებთ და ეხლა თქვენ თვითონ შეწირეთ ქეთი. გუშინ არასწორი გათვლა გვინმე თუ გააკეთა მე და შე პროსტა იმიტომ რომ არ ვიცოდით რაღაცაები. ჩემი ლაიკი არაფერს არ ცვლიდა და ჩემი დისლაიკი გადაწყვეტილი იყო წიმის. შენი ლაიკი იმას ცვლიდა რომ ბოსი გახდებოდი შენ. მაგას ცვლიდა შენი ლაიკი. და ჩემი ლაიკიც მაგას ცვლიდა. შენ შეცვალე, მე გიწერდი შენ თვითონ მე დავწერე. ენა რატო არ მომტყად და მეთქი აი გიორგის რო იგუქრაკო, მაგრამ შენმა ლაიკი დასახელების კოალიცია არის ეხა აქეთას და იქითას ეხა მაგას ვერ გაიქცევი ავთო ეხა. მე ვარ ამ კვირის აუთსაიდერი. როგორც მოსალოდნელი იყო. და ვფიქრობ, რომ საერთოდ არ ვფრის გამო. ჩემთან ერთად აუთსაიდერებში არიან ქეთი და ავთანდილი. მეც აუთსაიდერი ვარ. ავიღეთ ბლოკნოტი, დავიწყეთ კოქტეილების წერა. და ამ დროს მოგვივიდა იდეა. ჩამოვწეროთ პირველი, მეორე, მესამე ვინ გვინდა რომ გავუშვათ. სამი კაცი ვართ, შეგვიძლია ეგრევე სამ დისლაიქს ამსალმოთ. ჩვენ ვიწყებთ კოალიციის ჩამოყალიბებას. აუთსაიდერებმა გადავწყვიტეთ, შევქმნათ ვითომ კოალიცია და დანარჩენ მონაწილეებს ცოტათი ვეღადაოთ. პირველი ლიზი, ჩვენ ხო ვთვლით რომ ეს სუსტი მონაწილეა, რადგან ხო სამი თან მე დამსვა აუთსაიდერები. დავაი ლიზი დაწერე პირველი ლიზი, ეგრევე და ეგრევე დავწეროთ. შენ ლიზიზე იტყვი რომ ის თქო რა ქვია. რადგან ქეთის დაუწერა და რაღაც მიზეზი გააქვს ხო? შენი ესნად ქეთი მე ანუ ხო, თან ეს ჩემი დაქალია და ანუ ხო. კოალიციაში ვარ ბოლო-ბოლო. დავიწყეთ, ვიწყებ კოალიცია. ამ იმას ბანანი აკლდა. კოალიცია. პანკეიქს აკლდა ბანანი. ეს ჩემთვის სულები საკმარისი არის რომ ლიზის დისლაიკი დაუწერო ხა. ბანანს თუ აკეთებ გეგმა ლიზი, ჩემს ბავშვობის დაქალს დაუწერა დისლაიკი და მე ეს ვერ გადავითანე. კი, კაი ხარ. არაფერი. არა. ლიზი როგორ ხარ? კარგად თქო. ძალიან გემრიელი სიყვარული. ამდენი ბანანი რა საჭირო იყო ლიზი ხო? ესე უყვარვარ ბავშვებს, ძალიან დიდი მადლობა და ლიზი იცოდე რომ ჩვენ სამი გიწერთ ლაიქებს, იმიტომ რომ გვინდა რომ ისევ ესე გააგრძელო ბოსობა. გვინდა რომ აი ხალხს უნდა ჩემი ბოსობა რა გავაკეთო. ეს მოგზავნილი იყო ეხა უეჭებელი. მე მოვიტყვი, მაცადე? მეორე იყოს. გეგმა B იყოს. ეგ გვატყუებს. ჩვენთან არა, შემოგზავნილი არის, თეო. ოთახში არა შემოგზავნილი. გიორგი. ქეთის ბლოკნოტში, რომელშიც წერია კოქტეილების შემადგენლობა, ვიწყებთ წერთ მიზეზებს თუ რატო უნდა დავაყენოთ აუთსაიდერებში გიორგი და ლიზი. ესე იგი, ჩემი მიზეზი არის ფანებმა ვთხოვეს, მაგიტო ხო არა? ხო. შენ ფანები ითხოვენ. შენ ფანები ხო სულ ითხოვენ? ხო, კი, ფანებმა მთხოვეს. ფანებმა მთხოვეს გააგდეო.
ჩემი მიზეზი. შენი მიზეზი. გიორგიმ ჩვენი საიდუმლო ინსტაგრამი მიმოწერები ხალხს გაუნდო. ჩაწერე, რა ჩაწერე იცი გიორგიზე? ჩემ გვერდებში ხო არა? ჰა. მე რო აქეთ ვლაპარაკობ ხოლმე რა. ხამახლა სუნთქავს. არა. კედელზე ყური აქვს მოდებული. კედელზე ყური აქვს მოდებული. აი მაგა ის ჭიქა მაგიტოა ქართული. კედელზე ყური აქვს მოდებული. მაგათი არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ შეიძლება მაგის გამო ჩვენ ისევ აუთსაიდერებში დავხსნან. აი აქ შედი რომ ვინმე გამოიწეს. ფიქრობთ სადავმალოთ და საბოლოოდ გადავწყვიტეთ დაგვემალა ბალიშის ქვეშ, გამოსაჩენ ადგილას, რომ მარტივად მიეგნეთ. ცოტა ის გამოუწია. ეს ჩამოვაგდოთ ხო, ეს ჩამოვაგდოთ თვითონ რა. ეს რომ მიაგო. იქ დადე ზემოდან. და ყველა მის ეგ ჩემ ბლოკნოტებია. ჩავდივარ დაბლა, ვждები ბალიშის ზემოდან და უცებ და ხედავ რაღაცას ვაჯდები. და ესე აიღო ბლოკნოტი, ანუ კითხულობს რა. მე დაგეთი ამ დროს უყურებდი და ძალიან ხალისობდი. აი მიდან უყუროთ წავა ირიდ რო ეკაიპ. კოალიცია ვითომ გიგმა პირველი ლიზი ჩემს ბავშვობის დაქალს დაუწერა დისლაიკი და მე ვერ ვაბცურე რა წერია აქ ეგ მოუყარე? არა აქიდა მე არ მაინტერესებს ან რას კითხულობს მე არ მაინტერესებს ვისი ბლოკნოტია მე არ მაინტერესებს ვინ რას გეგმავს არ მაინტერესებს მე არ მინდა მონაცდების მიღება დრუბი და მიმონერებ მე არ მინდა მონაცდების მიღება ბლა 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 მე ბუშევაში ვარ და შენს გირჩევ მიმინებ შეიშვა მე ბუშევაში ვარ არაფერი დამინახავს არაფერი გამიგია არ მაინტერესებს პირდაპირ რა შევებით თქვენ წავუდგავ ჩავიდეთ რა როგორ შემოხდა რა გჭირსანი დადის აქეთ-იქით გაგიჟებული და ჩვენ ვეკითხებით რომ რა ხდება ნაჰანი არაფერი და აგრძელებს იანოს სადაა შემოვიდა მოვიტანე გთხოვ სადაა იმის სავარზის ქვეშდადე ხო აიღო ავთომეს ბლოკნოტი შემოაქვს და ქეთის ეუბნება რომ ეს ბლოკნოტიო რასაკეთებო ესე რომ დეფო აქეთ-იქითო არაყი პასტა იქ და აგერ არის ბლოკნოტზე ზედ სხვა პასტა დაიწყე ჯინი სამი ბოთლი მიდის გიორგისთან გიო გამოდი გიო გამოდი ორი ბოთლი გამოვალ ერთი წამი დამაცადი აბა გავფრთხილდი მაგ ბლოკნოტს დაწერე უცბად რომ მივწეთ არაყი ორი ბოთლი ორი ხო აი მე ანა რა გჭირს რა ხდება და არ ვიცი მე ვიცი რა ხდება რა შენი ბლოკნოტი აიღო ეს ბლოკნოტი ვინმე მაიღო ქეთის დაუკითხავად რა პონტი არის ამ ბლოკნოტზე ელაპარაკი ხო კოალიცია და რაღაცეები რა კოალიცია სასმელები დაწერე როგორ უნდა სასმელები დამწერე ამიხსენი რა ხდება რომი მერე ეხლა რომ ავთომ ბლოკნოტი შემოიტანა ხო იცი და იძახის რომ ის არა ქვია გაუფრთხილდი ამ ბლოკნოტს მაგ ბლოკნოტს დავაჯექი მე აქ კანი მეძახის რაღაცა სასაუბროა გავდივართ ეზოში და მეუბნება რომ რაღაცა ბლოკნოტს დააჯდა რომელიც შემდგომ გადაშალა სადაც წაიკითხა რომ მე და ლიზაზია საუბარი და საუბარია ჩემზე რომ თუ რა მიზეზებით შეიძლება რომ მომავალ კვირას დამასახელო რა მე ვერ გავიგე მე ანუ ეს კოალიცია არ არის
ჩუჩუზე არ მგიდია გალო. კოალიცია არის იმის სახელი, ბიჭო. სასმელი. აი ნახე. მე და ქეთი მოვიფიქრეთ, მე სახელი უთხარი და ქეთი მოაი კოალიცია. ნახე სასმლის სახელია. სასმელიაო კოალიციაო. არა იწევს, არა იწევს. ერთი წამი ბლოკნოტი არ გამიჭხნა. არა, აი გაანები დაიყიდე, არაფერი არ წერია სხვა, აი მარტო ესენი და სო აი. რომი არა ყიჯინი მერე? ტეკილა. აი არ დაიგნა. მეც დავიგენი. კოალიცია არის. ვიღაცები რაღაცეებს გეგმავენ აქ. კოალიცია არის თავში ამ ხელატვინი გაქვს შენი აზრით, ამ ხელა თუ ამ ხელა? რატო რას ფაზრო ბაბა? პროსტა. შენ ამ ხელატვინი გერეტა. მე ძალიან დიდი. ნეტა ის ბაცოდი. შენ წაიგეთ ჩემი ბლოკნოტი? როიალმა თქვა რომ ანიო შენ ბლოკნოტს იკითხულობდა და უნებართო. და რა პენჩი წაიგეთ? რატო წაიგეთ? მან მაინტერესებდა რა. რას ქვია რა გაინტერესებდა ჩემი ბლოკნოტი რატო წაიგეთ? ბლოკნოტი დახურული არისო მთლიანად გადაშენებული. სადიდო. ნიშნულობა არა, იმ რაღაც თვალიშის ქვეშ. ანუ აიღე და წაიგე. ფიზურად დაწერეთ? ანუ რა პონტი არის პროსტა სხვისი ბლოკი იქ რაც ეკლა ორი. ოღონდ არ გადამიშლია, გადაშლილი და იყო. რა ნახე, კოალიცია სასმელს ქვია, სხვას რამ კი არაფერს. მან არ იყო გადაშლილი. What the fuck is going on? აბა ამ ხარეს იყო. სად აბა მანა? კიდე. აი. ეს? და ეს შენ რატო წაიკითხე? ერთი წამი. ეგრე იყო მე გადაშლილი. მაინტერესებს რატო აიღე და რატო წაიკითხე? თვალი გამექცა. რას სულელები კეთ ხარ. თვალი და რას გამექცა? რომ რა ნახე, ანუ რა დასკვნა. წერია კი მარა. რა დასკვნა. არ მაინტერესებს თქვენი ამბავი მართლა. ეს გინდა რომ განხილვის თემა გახდეს კიდე პრაიმ ჰაუსში? პრაიმ ჰაუსში საერთოდ ჩემი აზრით არაფერი არ იმალება, იმიტომ რომ რეალიტი შოუა. სხვისი ისე მაგრა გამოგვივიდა რომ ანი მკინაღამ დამჭრა. გიორგის უყურებთ დასახელებას? არ გამოგივათ ეგ. ამდენი წერეთ. წესიერად მეც გაგენხორციელებინათ ეგ გეგმა. იდიოტო. სულელია. რაც უნდა ის დაუგეგმიათ. თავარი არის ერთი რამ, რომ ამ გეგმებს ვერ ახორციელებენ. ამდენი წერეს და გეგმაც ვერ შეასრულეს წესიერად. გიოს მაგალითად ჩუჩუზე კიდია. გიორგი, აქ შენზე ვაფშე არ გეგონოს რომ შენზე წერია რა. ავთოს უკიდია, მეწერება თუ არა ჩემზე. ამან ისედაც ის კოალიციაში. გიორგის მეტი რა უნდა? მე მაინც დავშლი მაგ კოალიციას, სახში გავუშვებ ყველას. ძალიან მაინტერესებს რომ გაიგებენ რომ ხუმრობა იყო, რა რეაქცია ექნებათ. რა იწერა? ლიზაზე ეწერა ერთი რა? და მეორე გიორგიზე. რა ეწერა? კაი, კონკრეტიკას თქვი, რა ეწერა? ის რომ ლიზა ანუ ვიცი რომ პრეჩინები ეწერა რა. აი რა ეწერა კონკრეტულად თქვი? დაგეძინა? ბიჭო არ დამეძინა. აბა თქვი რა ეწერა? ვიძახი რაღაცას უნდა თქვა რა ეწერა? რაღაცები ეწერა რა. და რა ეწერა რა? აი კოალიცია აუ დასახელების დღე. ლიზაზე რა ეწერა? ლიზაზე ეწერა ის რომ ანუ დაასახელა ჩემი ბავშვობის დაქალიო. და რაღაც ეგეთები. რაო? და ჩემი ბავშვობის ანუ დაქალიო. კითხვის დროს რომ ვკითხულობდი, იქ დაფიქსირებულია რაც ეწერა. შენზე კი არ ვიცი, აგაზე გამეცნია. მაგარი ბანძი და რა ეწერა? ვერ გავიგე მაინც, აი არ იძახი რა ეწერა. არ გავხსოვს. არ მახსოვს. ანუ იქ რო ვკითხულობდი, იმ მომენტში გავიგე. და რა ვერ დაიმახსოვრე 2 წუთის მერე ვერ ანუ დაიმახსოვრე ის რომ ლიზა უნდა დაესახელებინა და რატო ასახელებდნენ რა? და რატო ასახელებდნენ ამ მიზეზები რა უნდა მიზეზები, ეთქვა. ხო რა, რაღაცეები აი ესე. და ბავშვობის დაქალიო. ხო. ნუ ავთო ხა ზოგადად ვერავინ ვერ მასწავლის ტექსტების წერას გადატანითი მნიშვნელობით როგორ უნდა. ანუ ვერ ზოგადად ერთი მაზანა იყო. კამერა ხო გვიღებს. ერთი მაზანა იყო ფურცელზე რო დაწერა მაშინ და რო თქვა რომ ვითომ არაფერი არ დამიწერო რომ გამოიტანა მე საჯაროდ ვაჩვენებდა და რაც დაწერა ის იყო გადაჟღაპნილი თავიდან ბოლომდე მელნით იყო დამალული. ისე ვიძახ მე ამ თემას არ ვეხები. გუში რატო იგინებოდი? მე? ხო. იქით რომ გამოვარდი? არ ვცაიდე, ხო იგინებოდი გუში. ღამე. გაჭედილი ყველას ვიყო. ნავ დედის თუ რაღაცას იძახდი ეგეც. ხო ამბობდი. აი ხა მონაწილეებს რო არ ეხება და გიასწანი არის. ის ეხება, აი ვის. მაგრამ გამწარებული რო ხარ კაცი. აი მართლა მაინტერესებს, განა გეკიდები სიტყვა და აი პროექტი. არა უშ არ ეხება ვაფშე, არა აჰა. შენი აზრი სწორია ეგ საქციე?
ჩემთან კი ხმამაღლა არ ვიგინებოდი, ასე ვიყავი და პროსტა დედას ვიგინებოდი რა. თუ გავიცი ეგ ამბავი, ესე იგი ხმამაღლა იყო ნათქვამი, ხო? ხო და პროსტა ვიგინებოდი, მიმართულება არ ქონია მაგ სიტყვასაც. თეო იპოვა ჩემში მაგალითად მაშინ, როდესაც დამაბრალა რომ 12 მონაწილეს თურმე დედას ვაგინებდი. არ დამიბრალებია. რომლის ვიდეოს ვერ მოიტანა დღემდე. შენ თქვი კონკრეტულად მე აქ გესაუბრებოდი და პირში არა, შენ გითხარი. კონკრეტულად თქვი, თან ძალიან არასწორ დროს თქვი, როდესაც ორი მამაკაცი მსხედვად ნასვამ მდგომარეობაში შენ იძახი რომ გიორგი არისო ვიდეო, სადაც შენო ყველა მონაწილეზე იძახიო რომ მეო ყველა μονაწილეს დედას აღარ დავამთავრებ. ხო. ისი ვიდეო შენ არ წარმოადგენს. მახსოვს რომ იყო ეგეთი ვიდეო, მახსოვს მართლა რომ იყო ეგეთი ვიდეო. გახსოვდა, მაგრამ თუმე ვიდეო არ არსებობს. შენ კიდე თქვი რომ არ ყოფილა ეგეთი რაღაცა და შეგმან არ ყოფილა და ვსო რა ჯო არა მე მახსოვს ეგეთი ფაქტი და არასდროს არ და გეუბნები შენ რამდენი ხანია რომ დამიდე ვიდეო. პროსტა მართლა თეო. სადაც არ არის ვიდეო, მე ვერ დაგიმტკიცებ ამ შემთხვევაში. არა, შენ დამაბრალი ცილი დამწამე იმაზე რომ მე თორმე ყველა მონაწილესთან ბიჭი მიზის ვხედავთ ლუცვა და მე ხო მიხვდი რომ ამბობ იმას რომ თორმე მე ვაგინე ყველას დედა 12 მონაწილეს. ხო და არ ვარ თეონა არ არის ეგრე სწორი. მაშინ იცი რა უნდა გააკეთო? უნდა ადგე და როდესაც ადამიანს ცილს წამებ, მაშინ უნდა გამოხვიდე და აღიარო შენი შეცდომა. აი ეგ არის. ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ რომ არ ვთვლი მე რომ მაგრამ რა უნდა გეუბნება რომ ბოდიში მოიხდა. მაგას მეუბნება. რომ მახსოვს ეგეთი ფაქტი და რა ვერ გიკიცებ. და რატო როცა ნახე ეგ ვიდეო, ერთიც როცა ნახე ეგ ვიდეო, რატო არ მოიტანე პირდაპირ და რატო არ მითხარი, რატო შემაგინე დედა? ესე იგი შენს გეხებოდა ხო ეს? რატო არ მოხვედი და რატო არ მითხარი გიორგი დედა რატო შემაგინე? ყველას რა ლანძღავს ესე რომ დავიწყო. მაშინ თუ ყველას ლანძღავს, მაშინ რატოღა გააგზელი აქ მაგის საუბარი მერე? აი რომ გავს რაღაცაზე ამბობდი კომენტარს და მაგის. შეიძლება ძილში და ესიზმრა და გონია რომ ნახე. არა, ძილში არ დამსიზმრებია. ეგ არის ცილის წამება, მეტი არაფერი. წამო თეო. აუ ხარ და მინდა ყოფნა საუბარი. აი წამო რა, რაღაც მოგითხრა. წამო. წამოდი. აი დამანებო წამო. წამოდი. არა. უნდა დაგელაპარაკო რაღაც სოჩი ხადაობის ხარში გემნული წამოდი. ამოდი რა ეხლა ვაფშე თუ ესეთი კონტაქტი უნდა ქონდეს ვაფშე არ ქონდეს კონტაქტი, ოკეი? და თვითონ დაიწყო და თვითონ თუ დაიწყო, ანუ ნუ გონია რომ ხმას არ ამოვიღებ რადგან არა უშენ გონია რომ ხმას არ ამოვიღებ, მომისმინე? არა უშენ გონია რომ ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ ეხლა ოპერაზე უნდა ვიფიქრო, იცი რომ ანუ მეც აქ ვარ უკვე. და მეც ამოვიღებ ხმას, მე რა შუაშორკე რა მოკლა. შენ ჩემს გამო არ გინდა რომ წაიკიდო გიორგის და მაგას გულისხმობ თუ რა არის? ბიჭო ესე დებილურ რაღაცებს რომ მეუბნები რა პასუხსელოდები ხა ჩემგან ვერ გავიგე ანუ ვერ გავიგე არ წავიკიდო რას ნიშნავს მეც ამოვიღებ მეთქი შენ გამო მეთქი ხმას იმას გეუბნები და შენ მეუბნები რომ ის არ წავიკიდო ხმას თუ იღებ ესე იგი ანუ ხმას ის გითხარი ხმა არ მოიღო მეთქი გოგო ვაფშე ვახსენე რამე ეგეთი არა რა გინდა რატომ მეჩხუბები აბა ისე დებილობა რაღაცას მეტყვი ხოლმე რომ ვაფშე რაღაც გილაპარაკები და მე შენ ვაფშე რას მეუბნები აი ახალი შემოსულები რო ვიყავით დაჟი ტატოჯიც იყო. მაშინ რო თქვა. ამათ ყველას დედა მოეწყნებოდა თუ რაღაცა. ხო და მაგას ვეიძახი გოგო 12-ვეს ახსენებს. მან 12-ვეს იძახის თუ ყველას? ყველას თუ 12-ვეს. რა მნიშვნელობა ხო გოგინდა? ხო და ინსტაგრამზე მესეჯებში ვნახავ რა. მე ვერ ვნახე ჩემთან გამოგზავნილები, ხალხმა გამომიგზავნა. მინდა რომ ამათმა ნახონ ეგ. სადაც შენ იქაც მე ერთად წავალ. ანუ თუ არ არსებობს ეგეთი რაღაცა რომ ეგეთი ვიდეო რომ ყველას ესე თუნდაც 12-ს ვარ ახსენებს ყველას ხო თუ ახსენებს არა ეგ ვიდეო თუ ეგეთი არაფერი არ არსებობს მე ავდგები და ბოდიშს მოვუხდი გიორგის რომ ანუ ბოდიში ცილი დაგწამე მართლა არა გოგო ბოდიშს ეგ ვიდეო მეც ვიცი მაგ ვიდეოზე და მაგას ვეძებ იცი რამდენი ხანია ვერ ვიპოვე ვერსად გიო გუშინდელი კოცნა რას ნიშნავდა? არა. გიო გუშინდელი კოცნა რამეს ნიშნავდა? მთელი დღე ავცდილობ გიოს ვკითხო გუშინდელი კოცნის მერე რა იგრძნო? ანა! აქ მოვდივარ. ხო გიო? დომინო ვითამაშო ჩამ. კაი. მოდი შენ კიდე. აი მე 2 საათი უნდები ჩამო. სანამ ვეთამაშოთ 150 თუ სანამ 150 ჩემი თავში რა მიდას და შობე, გალო, რამდენი ხანი თამაშო? ისედე.
ბევრჯერ დავაპირე ამ კითხვის დასმა, მაგრამ ბევრჯერ უკან დავიხიე. გია. რა. არაფერი, მოდი. აი. გია. როგორ ყოცა რა იგრძენი? მე ეგეთ ემეს ნუ მელაპარაკე, მე ზიზღებ ეგეთი თემები. აი. სა. პასუხი მაინც არ მითხრა. მოვედით და ეხა ისიც აუცილებლად ადგილას მივდივართ. ვაი, ულამაზესი დეკორაციები. მოდით, ნახეთ მეგობრებო, აქ სილამაზეები ხდება. ნახეთ. აი დისკო ბურთები. ნახეთ რა სილამაზეებია. მოკლედ იმდენი სილამაზეს თხოვნა შეგვიძლია. და იყო სალომე ქორწილისთვის დათვალიერეთ რაღაცებს. ვაიმე. ჯერ პატარა ვარ. ჯერ პატარა ვარ. ეხლა ამბიც მიადრა, დედა გამიჩნდები. ეგ მომისმინე ძირფასო, ეგ არის იმპოტენტი შეხედეთ. საღი გამოსაყენებელი მამაკაცი. უკვე შევარჩიე ყველაფერი რაც მოგწონს. ეხლა უკვე ეს ყველაფერი უნდა მანქანებში ჩავტვირთოთ და სად მივდივართ? Time house, baby. მოვედით. ულამაზესი დეკორაციები მოვიტანეთ მეგობრებო და ფაქტიურად მზად ვართ ჩვენ უკვე ჩვენი ივენთისთვის. ხვალინდელი ღონისძიების ბროშკა, ესე უნდა ვიარო და სტუმრებთან ესე უნდა ვიდე, რა ჩვენი როგორ დიშ. როგორ მოგწონთ აბა? აუ რა ლამაზია, ესენი წყლის რა ყველა. შევარჩიეთ სპეციალურად შეგვიძლია რომ წყალშიც გამოვიყენოთ. შეგვიძლია უბრალოდ ერთ-ერთ დავდოთ. ზუსტად ის ფერები წამოვიღეთ, რა ფერებიც გვინდოდა, რომ ყოფილიყო უფრო ყურადღების ცენტრში და ღია ფერები, თეთრი, ვარდისფერი. ეს არის აუზისთვის. გაჩვენებთ, მოდი. ნახეთ. აი ეს ყვავილები უნდა იყოს მოფენილი მთელს აუზში. მე მგონი ძალიან მაგარი წვეულება გვექნება თუ რა თქმა უნდა თქიში წვიმა არ წამოვიდა. და წვიმა მოგონებები არ დაგვისველა, იმედი არ დაგვისველობს ამ მომენტში. თავარია ამინდმა შეგვიწყოს ხელი. სხვა ყველაფერი იდეალურად იქნება ჩვენი დამსახურება. აი როიალიც გაფთიანდა უკვე შეხედეთ. ძალიან მაგარი ფართი გველოდება წინ. კარგი ხალხი გავუშვით დეკორაციების საკითხად. ყოჭახ თქვენ. ძალიან გიხდება. მე ბლოკნოტი მიყოლა დამლა რა. სადაც ეწერა შეზეც და გიოზეს დასახელების თემებზე და რაღაცებზე. რა ეწერა? აი ეს ლიზაო ვიღაცა ბავშვების დაქალიო რაღაცა. აი სერიოზულად უნდა ეწერათ რაღაცა არ მგონია. ხო, მე მაგას მკიდია. სიგურში თქობით იყო აბო და уда. ანუ მივხვდი. თითქოს ერთი კალიგრაფია არა, ორი კალიგრაფია თუ რაღაც ისე. ჩემს და გიორგის ეწერა მხოლოდ? ხო, რა რაღაც კოალიცია თუ რაღაც ფრჩხილებში. მადლობა რომ მითხარიან. ვაი. წაკითხვის თემაში თუ ხარ, წესით ან გადავით უნდა მიიღო. აი ბლოკნოტი მოიტანეო და ნახე, მე ვხარ იმ ბლოკნოტს ვეღარ ნახავს, მეთქი მე ვარ მაგაზე არ ვიჩაი რომ იმ კამერები მიყურებდაო და მე ყველაფერს დავამტკიცებო არის მეორე. აი ეგ თქვი რა ხა გადაობით ხდებოდა და არა სერიოზულად. მართლა ხდებოდა გოგო და ბზივარ და ვერ ვიყავებ სიცილს იმენ რას მეთქი რას ეს თან რო ეკითხება გიორგი რა წაიკითხანი შეზეწერა და ლიზაზე ეწერა და რა ეწერო და კოალიცია და კაროჩე რაღაც ნაკოლები ხსენ და მეთქი ანუ რა გიჭირს გოგო ხო ვიღადავებს რა კაი, მოდი ვკითხოთ ამ შაბათს ვინ დატოვებს პროექტს? თქვი ნობელია. ხო, აბა, ხა მიხდება. მე ხო ყველაფერი მიხდება. თეთი. ავთო. ეგ დატოვებს. ეგ ტოვებს უეჭველი. აი უეჭველი ინგრევა. ეს ვიცი, სალო, ის არის ავთო. ეს სიყვარული გადაარჩენს, რომელიც
რომელზეც იტყვის სიყვარული, რომელზეც იტყვის ესე არ უნდა გამეკეთებინა, ესე უნდა მეკეთა და ბედის შანსი გამოჩნდება. და ეს სამიდან ერთი და საწყისი წერტილიდან დაბრუნება. SMS ლიდერი რომელია? SMS ლიდერი, ესე მგონია რომ ეს გახდება. ვინ? სალომე. აი მის უშუალოდ ალიანსი ხო? სალომე. მე დავსვი კითხვა, შემდეგ კვირას აუცილებლად დავდგები თუ არა? და ეს კარტი ამოვიდა. კი და SMS ლიდერი გახდება. მაგე. ეს გარეშეც ვიცი. არქშიად. ერთს არქშიად. ლიზი, რას გაგვიკეთებ საჭმოს ეხლა დავა? ბოსი ხარ. დაღლილი ვარ, ვახშამს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. მაშინ ადგე და შაურმა გამოვიძახოთ. ვინ არის თანახმა შაურმაზე? არ მოგცემენ ტელეფონს. ტელეფონი თუ შეიძლება, თუ მოგცემთ უფლებას. აი, კიო. ადროზე ჩავწეროთ ვის რა უნდა. მე მინდა არა ცხარე. მე მინდა ცხარი შაურმა. ჩვეულებრივი. ცხარე შაურმა. ერთი ცხარე. ცხარე. თახვის გარეშე. ველოდებით ტელეფონს რო დავრეკო. ფიფქი 90. ბრეკაპ. პლუს ეს ვისი. გამარჯობა, ესე იგი მოემზადეთ, აიღეთ კალამი და ფურცელი, დიდი შეკვეთა მოდის. კი ბატონო, სახელი როგორ მოგგვაქვს? გიორგი. ესე იგი ვიწყებ. ჩემი შაურმა უნდა იყოს არაცხარე. მეორე შაურმა გვინდა ქათმის, ლიზის და ქათმის ხახვის გარეშე. ავტოს უნდა უწიწაკო, ბევრი მაიონეზი და კეჩუპი. სალომეს უნდა ციტაკი ჩვეულებრივი და ცალ-ცალკე ციტაკები. ეს ვეგეტარიანულია, ბალახეულობა. გავიგეთ ბალახი ჩამოს მაშინ. მოკლედ ეს არის ჩვენი შეკვეთა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. დუშ. ვაიმე, უღმესი მადლობა. ბავშვებო! რაიმე თქმაც არის და თქმაც. 2 წლის ბავშვი არა ვარ, ხა არ მაყვიროთ აქ. იდეა კაცო რა. ურთიერთობა არ მაქვს და ქაჯივით ხა უარს ხوار ვიტყოდი, ან მინდა შენი ბუდი შეგეკეთეთ ხო ხوار ვიტყოდი. რას უყურებს? რას უყურე? ჩემ ტელეფონში იყურებოდი? ნამდვილად შეიძლება მე და კეთი ბოლოს აქედან როგორც წვილი ისე გავიდეთ. აი, შესაწყო. ზივარ, სტრიმს უყურებ და რას ხედავ? თეო კოჭლამაზაშვილი დგას და გიჟივით ხალხს მოუწოდებს იპოვეთ გიორგიძე ვიდეო, სადაც გვაგინებს ყველა მონაწილეს იპოვეთ. მქონდა ეს ვიდეოები, თქვენგან მქონდა გამოგზავნილი და ვინმეს თუ გაქვთ შემონახული, სადაც ეს ადამიანი შეურაცხყოფას გვაყენებს ყველას, ანუ ზოგადად არა, აქ მცხოვრებთ ყველას ერთად, იქნებ როგორმე მომაწოდოთ ეგ ვიდეო. ხალხო, თქვენ ახევარი გავიდა. კიდე ვერ ისწავლეთ ჭკუარო, ითამაშეთ, გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. არა ის, რომ გიორგიძე ხარ დაბოღმილები. ეს ნახე, რეებს აკეთებს. ხალხს ეუბნება სასწრაფოდ ის ვიდეო მიჩვენეთ და გიორგი რო აგინებსო მონაწილეებსო. მე რაც მახსოვს მაქსიმალური ის არის, რომ თამაშის დასაწყისში, როდესაც გადამეკიდნენ მონაწილეების რაღაცა ნაწილი, ტელეფონზე მეგობართან ვსაუბრობ და ის მეუბნება რაღაც სახელებს და მე ვიძახი იქ, რომ აი კონკრეტულად იმ ადამიანებს დედას როგორც ჩანს, გიორგიმ ჩემს ლაივს უყურა და არ უნდა რომ რამე გამოაშკარავდეს. სანამ ეს ამ ვიდეოს იპოვის რაღაცა ზღაპარ ვიდეოს, იქამდე აუცილებლად გადაჭდება. ამის დასასრული ეს არის. ერთი თვე გეძინა, გაიღვიძე და პირდაპირ დამიპირისპირდი მე. იმიტომ რომ არ იცი ხა რა გააკეთო, არ იცი რა გააკეთო. გიორგიმ კარგად მახსოვს, თქვა ერთხელ, ცოტა ხანში აქ ყველას თავისი სახე გამოუჩნდებაო. ყველამ თავის სახე გამოაჩინა. ამას ხალხიც კარგად ხედავს ყველაფერს. აი, სვეტში ხალხი წეს გიორგის იმინა სოდაი მართლა ხალხო დავიხალე, დამანებეთ, დავი. გააკეთეთ რამე კონტენტი, რამე იცეკვეთ, იმღერეთ. სპექტაკლი დადგით, გადაცემა გააკეთეთ, რამე გააკეთეთ, ხალხო. დამანებეთ თავი! დამანებეთ თავი! იცეკვეთ, იმღერეთ, რამე გააკეთეთ. ღმერთო! მორჩება ტელეფონებს წაიღებენ და
დავიწყეთ როიალის გადაცემას ჩემთან სტუმრად როიალი. მის პირად ცხოვრებაზე ვისაუბრებთ, ყველა დეტალებზე, ბავშვობაზე, ოჯახზე, კარიერაზე და პრაიმ ჰაუსში ყოფნაზე. რაც შეეხება იმათ რაღაცა ძებნას, მე ხიკი დავაყარდე. კამერა ვართ ეტარში? კი. მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ეს არის ღამის პრაიმ ჰაუსი და მორიგი სტუმარი არის როიალი. მივესალმებით როიალს ყველანი. პირველი ყველაზე მარტივად ესე რომ დავიწყოთ, როიალ გოდვინი ხარ ცნობილი, მაგრამ როგორც ვიცით, ეს არის შენი ნამდვილი სახელი და გვარი. არა, როიალ გოდვინზე ჩამოვყალიბდი, როდესაც მუსიკალური კარიერად. რა არის შენი ნამდვილი სახელი და გვარი? ჩემი ნამდვილი სახელი არის გოდვინ ოგბუნუჯიუ. ოჯახში ხარ დედა, მამა, უფროსი და-ძმა, უმცროსი და, ხო სწორედ გეტყვი უცბად. მე მყავს ორი ოჯახი, ესე რომ ვთქვათ. რადგან ჩემი მშობლები დაშორებულები არიან. ორივე მშობელი დაოჯახებულია ცალ-ცალკე. ხო, და მაგენ გამდინარე ორი ოჯახი. 9 წლის რო ვიყავი დაახლოებით დაშორდნენ. 13 წლამდე ცხოვრობდი უკრაინაში დედასთან. მე რეკი გადმოვედი მამასთან. მაგრამ ყოველ წელს დავდიოდი უკრაინაში იქით-აქეთ. ერთი მშობლებიდან გვყავს ვართ უბრალოდ 3. ჩემი ყველაზე უფროსი და ვერონიკა, ჩემი ძმა ემანუელ, უფროსი. ხო. და მე გავმოშინე. და უმცროსი და. და პატარა დამყავს ახლა ნახევრად და გაბი. გაბრიელა. ანუ მამა შენი ცხოვრობს საქართველოში, მამა შენს ყავს ცალკე ოჯახი. კი. დაქორწინებულია. კი. და დედა შენი ცხოვრობს უკრაინაში. ცხოვრობდა უკრაინაში, ახლა უკრაინის მერე, ამის მერე გადავიდნენ გერმანიაში ცხოვრება. და მყავდა ერთი პატარა და რომელიც ნახევრად და ისევ დედაჩემის ოჯახიდან და რომელიც 2 წლის ასაკში გარდაიცვალა. შეგიძლია გითხრა რა მოხდა? მე-4 სართული საიმნიდან შემთხვევით გადმოვარდა. ხო რა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო. ეხლა რამდენი წლის იყავი? არ იყო ძველი ამბავი. 2-3 წლის წინ იყო იქ. და შენი ემოცია რა არის? რა იყო? გეტყვი. შოკი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაც მოყვება ამ ესეთ რაღაცას, დედაჩემი ცხოვრებაში არ მინახავს ეგეთ გავლენებას, ანუ ადამიანს არ გავდა, აი, თეთრი სახეს და აი, ცხოვრება აღარ უნდა და აი, დედაჩემი როცა თავს იდანაშაულებდა ამ ყოველში. ხო, თავის და როგორ იქნებოდა. და ვაწყნარებდი, რაც ვაფშე არავის არ გამოსდიოდა, ვერავინ ვერ ეწყნარებდა, ცოტა ველაპარაკები, ცოტა мотиваციას ვაძლევდი და როცა გავუთიშე ან დედაჩემი ისეთ გამორებაში ვნახე, რომ აი მუხლებზე და ხელებზე ისე დავციკი და ისე ვტიროდი, ცხოვრებაში არ მიტირია. რა არის შენთვის ოჯახი? ოჯახი ჩემთვის აი ყოველთვის იქნება პირველი. იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გააკეთონ ისინი ჩემი ოჯახი ან მე რაც არ უნდა გავაკეთო, ყოველთვის მაინც ოჯახი. აპირებ თუ არ ოჯახის შექმნას, აი ახლო მომავალში თუ ჯერ ადრეა და ახლა მე და ჩემი შეყვარებული ისეთ ურთიერთობაში ვართ, რომ ახლა დაოჯახებაზე ლაპარაკი არ არის გასაკვირი რა. კაი, ეს არის ის შენი სიყვარული, რომელიც რომელთანაც გინდა ოჯახი შექმნა. კი. აი ეს ნამდვილად სწორი ანა ჩემო სიძო. ისეთ თემას მინდა შევეხო, არც მაყურებელი ამას სწორედ იმედია გაიგებს, მაგრამ კანისფერი. ხო, ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ბევრს საინტერესო. ხო, მე იცით ვთვლი რომ დროა ამ თემაზე ვილაპარაკოთ საზოგადოებას, მე მგონი მზათა. შენი ოჯახის დამოკიდებულება ამაზე, თეთრკანიანი გოგო და იმ გოგოს ოჯახის დამოკიდებულება. მამაში მაინც იძახდა, მაგრამ ჩემს მასეუბნებოდა რომ შენ ხარ უფროსი, შენ უნდა მოიყვანოს όλი ნიგერიიდან, მაგრამ როცა გაიცნო ხა ვიკუშკა და ძალიან უყვართ. რა შეიძლება ვიკას ოჯახს? სასურველი რძალია. კი. მეგობრობით. ვაფშე არანაირი ის არ იყო და დედამ ის მოუთხრა მოსწონ ხარ მაგასო. კაი, გონია რომ არ ვიცი შეიძლება ვწდები, იმედია ვწდები, მაგრამ ბულინგის სხვერპლი იქნებოდი. რა თქმა უნდა. ჩემი დაიყო ბულინგის სხვერპლი სკოლაში, იმიტომ რომ სინამდვილეში ულამაზესი თმა აქვს. აი ჩემი და არის მულათი, ხო? შავკანიანებს აქვთ ისეთი ზანუ ხეში როგორც მე მაგ, ხეში თმა გოგოებსა და ბიჭებსა და ჩემ და საგეს ხუჩიჩე ბიონსესავით ლამაზი, მაგრამ მაინც სკოლაში რო იყო ყველასგან განსხვავებული, ისეთი ბულინგი მოდიოდა რომ დიროდა რომ თმა ის პასტონი და კი ფერის გამო, რავი, მიჩვეული ვიყავი უკვე მართლა. ეხლა აღარც მახსოვს, იმიტომ რომ მიჩვეული ვიყავი, მაგრამ ზუსტად ვიცი რამდენჯერ მიჩხუბია, რამდენჯერ გამიბრაზდებია, რამდენჯერ მიფიქრე რომ თეთრი ყოფილი ვიყავი. აქ ჩამოვიდი 2013-ში და პირველად ზუსტად მახსოვს.
გადმოვდივარ მარშრუტკიდან, ან ქუთაისში ჩამოვიდით მარშრუტკით მოვიდით თბილისში და სადგურის მოედანზე ჩამოვდივარ მარშრუტკიდან. აი ნაბიჯს ვაკეთებ თუ არა? კალით რეალურად და ვაიმე დედა ეს რა არის? ეხლა სასაცილოა, მაგრამ მაგდროს აი საჩამოვიდი მე ხი აი მინდა რომ აი არც ჩემი გულწრფელი ბოდიში მიიღე იმ ადამიანებისგან ქართული ხალხისგან ეხლა ჩვენ ქართველები ვართ ვინც მაგალითად დაგაბულინგა შენ მეგონი ყველა შემომიერთება ამაში აქაც ძალიან ბევრი მოლათი არის უკვე ძალიან ბევრი ნახევრად ქართველი არის ნახევრად ნიგერიელი მინდა მიმართო რომ თქვენ ხართ unique და ეგ გახსოვდეს შენ არ ხარ სხვანაირი იმიტომ რომ ცუდი ხარ შენ ხარ unique საინტერესო დასასრული იქნება შენი 4 ფინალისტი საინტერესო დასასრული ხო საინტერესო დასასრული მაგიდან გამომდინარე იქნება რომ სრულიად 4 სხვადასხვა ადამიანი სრულიად სხვადასხვანაირი დადგეს 4-ეული ეგ არის მე შენ სალომე კეთი ხო და ვინ გონია რომ გაიმარჯვებს ამ მე მეორე ადგილი კარგია რო გექნები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენს. გონია რომ ძალიან საინტერესო იყო შენთან. ასე უკრავ, იმიტომ რომ ზემოთ ხელი მტკივა არ გიგონოთ რამე სვეცკაობა. აშტაში. დღევანდელი სტუმარი იქნება სალომე კაპანაძე. ულამაზესი სალომე, გამარჯობა. გილოცავთ გადაცემას. მადლობა. აი, დავიწყოთ იქიდან რომ ვართ მე, შენ და ქეთი აუთსაიდერები. როგორი შემართებით ხარ აბა? არავისთან ესე დასაპირისპირებელი არაფერი არ მჭირს, არავისთან რაღაც შეჯიბრის მომენტი არ მაქვს. აუთსაიდერებს გულის. ხო. დიდებულმა შოთა რუსთაველმა თქვა ზოგჯერ თქმა სჯობს არ თქმას. ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ზუსტად. ბრავო! ესე იგი რაღაცა გისწავლია, ბრავო. მინდა რომ გითხრათ რომ ვინც არიცით სალომე დაინიშნა გუშინ ესე უეცრად მომიყევი აბა როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა. ახლა ექსკლუზივი იქნება ეს. დავაი გამოუშვი. რატომღაც ამ ადამიანმა გადაწყვიტა ესე რომ მე ეს გოგო მინდაო. ჩემი რო აი მინდა სალომე მინდაო ხო? აი ესე გადაწყვიტა და მაგრამ ცოტა გადაუხვია თემიდან და ერთი ღამის ურთიერთობისთვის ინა ნაკახი თავის სიტყვები რაც შენზე თქვა ну chance რო ინა იმიტომ რომ ხელი გთხოვა რა თქმა უნდა სწორად და დაგასლაპარაკი ვინც უფრო მეცხვირის იმისი ჩანს ეს ზოგადად ესე არის ძალიან ცუდია უბრალოდ რომ ბოლომდე ვერ გავიტანე ის ჩემი ხასიათი აქ როგორი მართლა რეალურად როგორი მშვიდი და კომფორტული ადამიანი. მე კი არა მე ვერ გავიტანე ჩემო სალომე აქ ჩემი გასატანი. სადმე რამე ავთოზე თქვი, აი სადმე ავთო ვახსენე, თამაში და რო გამო რო გაუკეთო იგნორი არ გინდა და არა იგნორს ვუკეთებ, მაგრამ გიორგი რას ვერ ხვდები, იცი? ეს ადამიანი რო გამოდის და ჩემზე ამბობს მატყუარაო და ყველაფერი მოიგონაო. ამ ყველაფერს ხო ამდენი ადამიანი უყურებდით? შენთვის ყველაზე მისაღები ადამიანები ამ შოუში რო მე, შენ, თეო და ქეთი. კი ბატონო. ამის ეკით სამეგობრო რომელიც არ უნდა დაიშალოს მაყურებელმა ასე მაყურებელმა ასე რაღაც თაგვახასიათა მაგრამ 4-დან 3 ადამიანი აუთსაიდერებში არა ეხლა გეტყვი შაბათსწაულში ნახავს რომ ტიპი იძახის რომ კი დამიხარია რომ საჭმელს მიკეთებს და მე იძახის რომ საჭმლის კეთების მეტი არაფერი არ იცის ზემოდან ორი გაფრთხილება აქვს ზემოდან აი ეს ადამიანი იცავდა ხელს რომ დისლაიკი არ დაუწეროთ მე ვწერდი ხელს რომ დისლაიკი არ დაუწეროთ ეხლა გვიტრია კაი დავიკიდეთ ეს გიორგი გაიკიდეთ მართლა ხალხო გაეშვი და ხო მართლა უნდა დავიკიდეთ იმიტომ რომ ისედაც ხო არ გაიკიდეთ ჩვენ ხო არა ვართ ჩარში ჩვენ აქ ვართ ადამიანები რომელთანაც არასდროს არ გექნებოდა ან შედარებით უფრო ნაკლებად გექნებოდა ურთიერთობა ამ შემთხვევაში ეგეთი ადამიანი აღმოჩნდა გიორგი ამ ვინმე თუ მკითხავს ნანობ თუ არა შენს რაღაც დამოკიდებულებას იმ საქციელებს რაც რამ მდგომარეობამდეც მივედი არც ერთი წამი მე რო თავი დამეხარა ამდენ ადამიანს ამდენ გოგოს უბრალოდ ამით ვეტყოდი რომ აი ესეთ სიტუაციაში რომ მოხვდებით თქვენ თავი დახარეთ და წადით და всё ამით ყველაფერი მორჩა
ეს იყო უშვენიერესი, ულამაზესი, უპოზიტიურესი და ძალიან მაგარი გოგო სალომე კაპარაძე და მგონია რომ გამოვიდა საინტერესო გადაცემა დღეს. წარმატებები სალომე აუთსაიდერებში. ასევე. ერთად წარმატებები. რაც არ უნდა იყოს. კი. რავდა. ბიჭო, რა გჭირს? ცუდად ხარ? 12 კაცი ერთს ვიძახდით. გიორგი მეორეს და მაშინ არ გამორჩა გიორგის. დღეს მე მარ ყველაზე ცუდი ვაფშე. წავედი. გადი ხარ? ზილნებს. Какой-то бебом читош. თავი გამანები.